ალბათ ბევრს შეხვედრიათ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, არ ვიცი, მე პირადად ერთი წელი მართლა ვნახე. სადაც თითქოს სრულად ჯამთელი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც უჭირთ ისეთი ელემენტარული მოძრაობების გაკეთება, როგორცაა ხტომა, ბალანსის შენარჩუნება, კოორდინაციის დაცვა. ეხლა ერთი შეხედვით ეს სასაცილოდაც კი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში საკითხი ბევრად უფრო სერიოზულია. შეიძლება თუ არა რომ სხეულმა და ტვინმა მართლა დაკარგოს გარკვეული მოძრაობების შესრულების უნარი. თუ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში აღარ ვიყენებთ. აი ამ შემთხვევაში. ხანს ვზივართ, მე ვიჭირს უკვე ვიწყებს თითქოს ტვინი აი ამას. მართალია ეს თუ არა? აი ამ თემაზე გვესაუბრება ქეთი ასათიანი რუბრიკაში ექიმის რჩევა. ქეთი, მოგესალმებით და რასთან გვაქვს საქმე? ძალიან საინტერესო ამბავია. ანუ თუ დიდხანს ვხედავთ, შეიძლება ყველაფერი დაგვავიწყდეს, ხო თუ როგორ არის? თუ დიდხანს ვხედავთ, შეიძლება ვერ ავდგეთ? ხო, არ ვიცი. ან ასეა, რომ შეიძლება ვერ შემოსულიყო. სხვათა შორის, იცი, ვიფიქრე, მაგრამ მაინც თავი არ შევირცხვინე. რა მოგახსენოთ ახლა დავიწყების მოძრაობის ამას მე ვფიქრობ რომ ჩვენი სტუმარი კიდე უფრო უკეთ აგვიხსნის და გაგვიმარტავს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ აი რაღაცა ფიზიკურად, თითქოს აი კუნთის ზალა არ ყოფნის და ასე შემდეგ, საქმე მხოლოდ ზალას არ ეხება და აბსოლუტურად ვიზიარებ ვასილის პათოს, რომ ორგანიზმი მართლაც რომ ივიწყებს რაღაც განსაზღვრულ მოძრაობას. თუმცა, იცი, ვიდრე ამ თემაზე ვისაუბრებდით, ვიფიქრე. ახლა მე ხტომა არ დამჭირვებია ღრმა ბავშვობის შემდგომ. რომ დამჭირდეს, ნამდვილად გადავხტები, არ დამავიწყდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხომ არ იქნება ის სისხარტე, ის სიმსუბუქე, ის რაღაცა კოორდინაცია, რაც შემეძლო ადრე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ორგანიზმს ძალიან საინტერესო თვისება აქვს. ჩვენ არაერთჯერ გვისაუბრია ორგანიზმის მეტაბოლურ მეხსიერებაზე, ხომ? და შეიძლება ერთგვარი პარალელი გავავლოთ იმაზე, რომ რას იმახსოვრებს ორგანიზმი და რას ივიწყებს. იმიტომ რომ საქმე სწორედ ამაშია, შეკითხვა უნდა დავსვათ ასე. ორგანიზმს და კუნთის ძალას კი არა, ორგანიზმს ახსოვს ესა თუ ის მოძრაობა? რატომ დაივიწყა? პირობითად, ესეც ხომ ძალიან საინტერესოა, ხო? რადგან აღარ ჭირდებოდა დაივიწყა. აღარ ჭირდება და ამიტომ დაივიწყა. ხომ შეხედეთ, როცა ვსაუბრობთ დაუშვათ ორგანიზმა დაკარგა რაღაც მოძრაობითი უნარები. ჯერ ვიდრე ამას განვიხილოთ, მოდით ასე ვთქვათ, რას ივიწყებს? ივიწყებს შეიძლება ხტომას, შეიძლება წონასწორობას ისე ვერ იცავ, ხო? სხეულის სივრცეში აღქმა შესაძლოა ისეთი მოწოდების სიმაღლეზე არ იყოს. შესაძლოა იყოს გართულებული აი პირობითად ჩაბუქნვა, ასე მაგალითად, ხომ? იგივე დაუშვათ აი სწორად გავლა, კოორდინაცია, აი მთელი ეს მოძრაობები, ყველაფერი ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. აი, როდესაც ვსაუბრობთ სწორედ იმაზე, რომ რას ნიშნავს მოძრაობითი უნარის დაკარგვა. აი ეს არის ყველა ამ უნარის, ასე ვთქვათ, შესუსტება. ან დაუშვათ დავიწყება, ანუ ხტომის გართულება. ერთობლივად რომ განვიხილოთ. ხომ აი დაუშვათ ხტომის გართულება შესაძლოა იყოს ეს. იგივე რაც თქვით დაუშვათ გადაადგილების დროს, ანუ იგივე ჩაბუქნვა, ან ჩაჯდომა იყოს ცოტა უფრო გართულებული. პირობითად აი ესეთი ბალანსი იყოს დაკარგული ნაბიჯების გავლის დროს, ხო? სწორხაზზე გავლა, სწორხაზზე გავლა დაუშვათ, ანუ აი ეს კოორდინაცია, კოორდინირებული ეს მოძრაობები შეიძლება აბსოლუტურად მივიწყებული იყოს. შეიძლება ერთი წუთით ჩავერთოთ ჩვენ ახლა ვიდეოებს ვხედავთ, რომელიც სოციალურ ქსელში არის ძალიან პოპულარული. ჩემმა მეგობრებმაც კი ჩვენ საერთო ჯგუფში ჩააგდეს, რომ აი ესე რაღაც ასკინკილით შეხტომა და გარბენა, ასე ვთქვათ, თუ ამას ვეღარ აკეთებ როგორც ბავშვობაში, უკვე სხეული იწყებს დაბერებას და იყო მთელი გარჩევა და გაზომა, ვინ როგორ თქვათ აკეთებს. ანუ სპორტული შეჯიბრი გამოცხადდა, ხო? ხო, ისე ვიწრო მეგობრებში. ანუ ეს დავიწყებაზეა თუ უკვე სხეული რო აღარ მოყვება იმაზე. მოძრაობის დავიწყებაზე არის თუ სხეული რო აღარ მოყვება, იმიტომ რომ არ აქვს ის ნორჩი ასაკი. მე ვფიქრობ, ეკო, რომ ეს არის ტანდემი ერთად. ეს არის ტანდემი, იმიტომ რომ აქ უკვე საუბარი რაზეა. ჩვენ ხო ხშირად ვამბობთ ახლა, შენ ძალიან შენგან გამომდინარე სპორტული გარემოცვა გაქვს და ნახე, ხა მე არაკეთი მე ვარ მარტო შენ ხარ. ყოველ შემთხვევაში შენ მაგალითს ხო ხედავ მიბაძეს და ასკინგილით ხტომაც კი გადაწყვიტეს და მე პირობითად ვარ როგორ დილიდან ვიდრე საღამომდე მუდმივად სტატიკურ ერთ მდგომარეობაში. ანუ მუდმივად ვზივარ და ყოველთვის ვამბობთ რომ აი ვარჯიში დაუშვათ მაკლია როგორ არის ვარჯიში კი არ მაკლია კი ბატონო ეს ცალკე საკითხია რომ მე არ ვარჯიშობ არამედ კუნთის სისუსტე სახსრების პრობლემა. აი ამის ყველაფრის კოორდინირება, როცა ვხედავთ რეაქციის სისწრაფე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიდრე ჩვენი ეთერი დაიწყებოდა, მე მქონდა ვასილთან დისკუსია, პოლემიკა ამ საკითხთან დაკავშირებით და აი ზუსტად რომ რეაქცია და სისხარტე. აი ასე მაგალითად, ეს არ ვიცი, ეს ჩემი ასაკობრივი პრობლემაა თუ რა არის, ამას ჩვენ სტუმარსაც დავეკითხები. პირობითად, ბანალური მაგალითი, სტანდარტული ტელეფონზე ეგრეთ წოდებული მესიჯის აკრეფა. რამდენად ხშირად გქონიათ, რომ
ეს სისწრაფე და სწრაფად კრებთ კი არა, აი ასო შეგშლიათ. შეგშლიათ, კი, რა თქმა უნდა. ეს ხომ არის ხანდახან ის რომ იგივე ჩემი ხელის მოძრაობა შესაძლოა ისეთი ნატიფი აღარ არის. კი. ხო შეიძლება ასეც განვიხილოთ. შეიძლება ძალიან მეჩქარება. უფრო უპრიანი მაგალითი იქნება წერა. წერა. აი ავტოკალამი რომ გიკავ, აბა დაწერეთ. ისევ წერთ თუ არა, ავიწყდება რაღაცები, არა მართალია. მართალია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა გადასული ვართ აი ამ კომპიუტერიზაციაზე და ყველაფერი არის მაინც ეკრანთან, ხო? აი ნახეთ, იგივე ეს მოქნილობა, მოძრაობის ავტომატურობა, ანუ აი ეს ყველაფერი, როდესაც ადამიანი არის ასეთ სტატიკურ მდგომარეობაში, ეს ყველაფერი თანდათან მივიწყებადია და მოდით ასე ვთქვათ, ნუ ქრება არც მინდა ალბათ, მაგრამ რეგრესს განვიცდით ნამდვილად. და მიზეზების ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი. ჩვენი ცხოვრების წესიდან დაწყებული ეს დიდხანს ჯდომა, ნაკლები სპორტი და ასე შემდეგ, ხო? ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთია ვრცელი, რაც თითეული ჩვენგანისთვის სამწუხაროდ ძალიან ორგანულია, თუნდაც ის რომ დიდხანს ჯდომა, ეკრანთან ყოფნა, ნაკლები დაუშვათ ეს სპონტანური მოძრაობები, სპორტული აქტივობები, ნუ გსურს რომ ასე იყოს, მაგრამ ესაც მივიწყებულია იგივე ბალანსი და კოორდინაციის უნარი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. და როცა ვსაუბრობთ რაღაცის დავიწყებაზე, ბავშვის ზრდა განვითარება რომ მოვიყვანოთ, ხო მაგალითად, ხა ბავშვს ამას ხომ არავინ არ ავალებს. ის მოძრაობს, ხტის, ერკვევა სივრცეში, დავარდება, ყვავადგება. აი ეს ყოველივე უკვე ასაკის მატებასთან ერთად გნებავთ ამ ფაქტორებთან მიმართებით, ყველაფერი თანდათან აი ესე რომ ვთქვათ, შეიძლება მოდით ასე ვთქვათ, ბჭყალებში ჩლუნგდება. აი რატომ ხდება ასე? რა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს? როდის არის ჩვენი სხეულისთვის, ასე ვთქვათ, მოძრაობა წამალი და მალამო და არა მარტო კუნთისთვის, არამედ გულსიძართა სისტემისთვის, იმუნური სისტემისთვის, მეტაბოლიზმისთვის, ნერვული სისტემისთვის და ნერვკუნთოვან გადაცემაზეც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. ამისთვის უკვე მოვიწვიოთ სტუდიაში ჩვენი სტუმარი, რეაბილიტოლოგი ქალბატონი მანანა თოდუა და მასთან ერთად განვაგრძოთ საუბარი ყველა ჩვენთვის საინტერესო შეკითხვაზე. ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს სხვადასხვა დაკავშირებით. აი ცხოვრებისეული მიზეზებით ვიყო, მე ამაზე არ მიფიქრე ხო. სამედიცინო მიმართულებით გამიგია, რომ წოლითი რეჟიმით გვაქვს ადამიანს, მე ძალიან უჭირს ფეხზე დადგომა, მაგრამ აი ეს ყოველდღიური ჩვენი მაგნეჩვევები თუ განაპირობებდა ეს არ მეგონა. და თანდათან ეს ყველაფერი დაუშვათ აი ესე გროვდება და ვიღებთ შედეგად რას. მოგესალმებით. მადლობაც მოგახსენეთ სტუმრობისთვის და ვიწყებთ ძალიან ვფიქრობ ყველასთვის საინტერესო შეკითხვით, რომ რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად მოძრაობას ადამიანის ორგანიზმისთვის და სხეულისთვის. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ დაფასებისთვის, მოწვევისთვის. და აგრეთვე მოგახსენებთ, რომ ადამიანის ორგანიზმი შექმნილია ეს დინამიკური სისტემა, მუდმივ მოძრაობაშია. და ამ დროს ნახეთ ტვინისის ნაწილი, რომელიც ჩართულია და ჩართულია მოძრაობაში, თუ ჩვენ მაგას წავართვის ეს ფუნქცია, მოძრაობის ფუნქცია და ვიქმნებით უმოძრაობ მდგომარეობაში, ხდება მთელი რიგი დარღვევები და რა არის ეს? დიდად მნიშვნელოვანი არ არის ფიზიკური სისუსტე, რომელიც ზოგადად აღდგენადია და აღვადგენთ ვარჯიშებით და სხვადასხვა რეაბილიტაციური მოქმედებებით, მაგრამ აქ მთავარია ნეირომუსკულარული დარღვევები. და რა არის ეს? მთელი რიგი ნახეთ, როცა დიდი ხანი უმოძრაო მდგომარეობაში ადამიანი. ჩვენ არ ვამბობთ ესეთი ადინამია, სამუშაო გვაქვს ესეთი ადინამიური და მაინც ძღოლი ვარ მაგალითად ავტომობილის და ამ სისტემაზე არ არის, ამაზეც არის და დიდი ხნის უმოძრაო მდგომარეობაზე საუბარი როცა ხდება ორგანიზმში მთელი რიგი სისტემური დარღვევა კრიზისული მექანიზმის, რომლებიც მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და რა ხდება? პირველი ეს არის მოძრაობის შეზღუდვა. და უნდა გავარჩიოთ ეს შეზღუდვა, საიდან მოდის? ტკივილის თუ ორგანული. და კარგია თუ ეს ტკივილისგან მოდის, იმიტომ რომ აღდგენადია. მეორე არის მიკრო ტკივილის გამო ჩვენ როგორც ექიმები ასე ვწერთ. მეორე არის ამას მოჰყვება მიკროცირკულაციის და ლიმფოდრენაჟის შეზღუდვა, დარღვევა. უფრო სწორად რა ვქოთ? დაირღვა მიკროცირკულაცია, დრენაჟი არ ხერხდება და რა ხდება? შეშუპებაც ემატება ადამიანს და უჭირს უკვე მერესია. ეს ცოტა საკითხია, ნახეთ, ეს ორმაგი საკითხია, რომელსაც ახლავე მოგახსენეთ. ამ შემთხვევაში ნახეთ დაირღვა მიკროცირკულაცია და ლიმფური ენერგეტიკის დეფიციტი. ენერგია არა, ენერგეტიკული დეფიციტი, რასაც მოყვება რა?
კონტურის სისუსტე აღდგენა არ ხდება, ანუ ატროფია ხდება კუნთის, ასე ვთქვათ, ანუ ატროფია ცოტა უფრო ხმამაგანია. ატროფია, დიახ, იმიტომ რომ სწორად გაიგონ მაყურებლებმა და ამას მოყვება შემდგომ უკვე ძალიან ბევრი ორგანოების მიყოლა, სისტემური დარღვევა, გულსაზრდოვანი სისტემა, საყდანმამოძლავებელი სისტემა, ნეიროგენული სისტემა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მეტაბოლიზმის დარღვევა. ეხლა თქვენ რაც მე შემეკითხე, არის ორმხრივი, როცა ადამიანი დიდი ხნის უმოძრაო მდგომარეობაში ზუსტად მაშინ ხდება ატროფირება. რა ხდება? კონტური ბოჭკო ვიწროვდება, ატროფირდება, განლევა ხდება, რომელიც უმოძრაობას იწვევს. რა თქმა უნდა. და მეორე არის ის შემთხვევა, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ბევრს მუშაობთ, გვიწევს დიდი ხანი ჯდომა, ადინამია. ამ შემთხვევაშია, როცა უკვე იწყება ენდოკრინული დარღვევები. ესე იგი, მეტაბოლური დარღვევები უკვე ჩაერთო ჩვენი ენდოკრინოლოგია. იწყება სიმსუქნე. სიმსუქნას მოოსწევს ცელულიტები გადის ხარისხობრივად არის ზეწოლა და ისევ რა ირღვევა მიკროცირკულაცია. და ამ დროს უკვე ძალიან ბევრი кейსები მაქვს თუ მოვასწარეთ. ამ დროს ადამიანი უკვე ადინამიურია, არ მოძრაობს, ვერ ახერხებს მოძრაობას და გადავიდეთ ჩვენ ტვინზე. რატო ხდება? რატო ივიწყებს ეს ტვინი? ჩვენი ტვინი ზოგადად ეკონომიურია და ცოტათი ზარმაცი, ასე რომ ვთქვათ. რასაც კულისებში ვსაუბრობთ, სულ სხვა მიმართულებით, მაგრამ ეს ფრაზა როგორ ხდება? ცოტათი ზარმაცი, სხვადასხვა რეგულაცია ხდება. აქ არის ახლა მოძრაობაზე, რომელიც არეგულირებს მოძრაობას. ის სულ სხვა სისტემაა. ჩვენ საუბრობთ ფიქრის დავიწყება რაღაც ინფორმაციის და მოძრაობასაც ასე ის მოძრაობას, იმიტომ რომ ნახეთ, ხდება ერთმანეთთან კავშირი რეცეპტორებისა და ტვინს შორის და ტვენი ზარმაცია ამ შემთხვევაში და რას ხდება? მოტორიკის ხარჯზე, შეზღუდვის ხარჯზე თვითონ იტოვებს ენერგიას. ენერგიას და რა ხდება? რეცეპტორები ვერ გადასცემენ დაუშვათ მყესი, კუნთი, ძვლოვანი სისტემა თავის ტვინს და ამ დროს ეს თავის ტვინი სწორ მიმართულებას სიგნალს ვერ აძლევს კუნთს და იზღუდება მოძრაობა. ერთი შეკითხვა მექნება, ბოდიშ გიხდით. ეხლა ელემენტარულ რაღაცას ეს არ ეხება, ხელისაწევას და მე ხო ბავშვობაში მასწავლე, რომ მამოძრავებელი ნეირონები გადაცემენ და მე ეს დაიწყებს, ხო? ხო, ანუ ხო, როგორც არის, ხო და ბოდიშს ვიხდი, ანუ ამ საკითხის პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ხელის მოძრაობა არ დაგვაწყდა, მაგრამ სირბილი შეიძლება დაგვავიწყდეს. აი რა შეიძლება დაგვავიწყდეს? დიახ, სწორი შეკითხვა. სამწუხაროდ, ხო? ტულა, ბუქნა, არ ვიცი, რა დაგვავიწყდება. მაგრამ თუ ექიმი არ ახარდა ფიზიოლოგიურად ვერ ჩაწვდები, ძალიან რთულია, რამდენჯერ ხიმილი გამოუწევია ამას და მერე მიწევს აი ესე მთელი რიგი სისტემის ახსნა. ნამდვილად დავიწყდება. ნახეთ, უმოძრაო მდგომარეობა სისუსტეს მარტო არ იწვევს, არ ნიშნავს. ნახეთ, მე რეგრაცია ვახსენე, რომ ტვინი დეგრადაციისკენ მიდის და ხდება სენსორული ამნეზია. ხალხო ნამდვილად ხდება. რატომ არის? დაუშვათ ახლა ძალიან ცუდად ვახსენებ, მაგრამ ონკოპაციენტები ძალიან ბევრია ჩვენთან და ზოგადად кейსი სულ ახალგაზრდა გოგონა მოვიდა ახლა სადღაცა 27 წლის და მეუბნება რომ იცით ექიმო მეშინია სიარულის კინეზიოფობია უკვე სიარულის შიში რატო გეშინია ხუნდა ჩაწვე თავრუმე ხვევა და კოორდინაციას ვერ ვიცავ ნუ მე რა ხელი ჩაჭიდე რაღაცას არა ფეხის დადგმის მეშინია ასე მგონია რომ მიწა მეცლება და მუხლი გარბის თავის გემოს ეს უკვე თავის დაავადებიდან გამოწვეული ეს ფიზიკური პრობლემა არის ეს უკვე ორგანული დაავადებაა მაგრამ რატომ მოვიყვანე ამ გოგოს არაფერი ორგანული დაავადება არ აქვს დილიდან 7 საათთან და უმოძრაო მდგომარეობაშია საოფისე იმებს და გოგო უკვე აღნიშნავს რომ ერღვევა კოორდინაცია წონოსწორობას ვერ ინარჩუნებს და ეშინია სიარულის ეშინია სიარულის იმიტომ ძალიან ხშირია ბავშვებიც კი ბავშვები პატარა ბავშვები ნუ ეკრან დამოკიდებული ბავშვები მე სხვაზე არ მინდა ჩემი მეზობლის ბავშვები და სულ ვუყურებ და მეუბნება რომ იცით რა არის მე პედიატრი ვარ თან და ბავშვი რომ გამყავს იღლება ვერ დარბის ვერ მოძრაობს მე ვთხარი გამარჯობა შენი იმიტომ რომ მუდმივად სახლში არის და ყუნც არ მიეწოდება სიგნალი რომ მართლა არის დავიწყების ეს ცოტა უხეშად არის დავიწყების მაგრამ თუ
ტვინის რეცეპტორები თუ არ მიეწოდა და ტვინმა თუ სიგნალი არ მისცა რომ იმოძრავო, ვერ იმოძრავ. და მე ეს ტვინი აგენერირებს შიში და უკვე ვეღარ ბედავს ადამიანი ელემენტარულ ნაბიჯის გადადგმას, ხო? ეს არის დეგრადაცია. ნახეთ, იწყება როგორ დეკონდენცირება იწყება, აი ნეირორეგულარული როცა ნახეთ ძალა არის, მაგრამ სივრცეში ვერ ვერკა, საწაიღო, სადადგას ეს არის. მართლაც ჯერა რომ გამოეცლება. მართლაც ჯერა რომ გამოეცლება, იცით, ჩემზეც მაქვს აი სტრესის მერე რაც დამემართა, ნუ ახლა ეს ახსნა არ არის საჭირო და მართლა ეს ასე ხდება და ტვინმა გააკეთა ეს მხოლოდ და მხოლოდ ტვინის ამბავია ვერ მოძრაობს, მოხდა დეგრადაცია. ამას რა მოყვა მოძრაობის მდგომარეობას მოყვა უკვე ატროფია, რაზა თქვი. იმ შემთხვევაში სიმსუქნე, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ატროფირება ხდება და ატროფირებას რა მოყვა კინეზოფობია, ეს არის მოძრაობის შიში და შემდგომ მთელი რიგი გართულებები, მთელი რიგი. მოკლედ ჯანსაღი ტვინი უნდა გქონდეს და შემდეგ ყველაფერი უნდა იმოძრაოს, სანამ შეძლებდა შენი ტვინი ფუნქციონირებს და იმის ბოდიშით სხვანაირად ვიყო, სანამ გონი გაქვს და ახალგაზრდა ხარ, უნდა იმოძრავ. მაგრამ როგორც ადინამია არის, ცუდი ასეთი ზედმეტი ფიზიკური დატვირთვაც არ არის. ამიტომ ზომიერება ყოველთვის ყველაფერში ბალანსი არ უნდა დაირღვა და ბალანსი. ჩვენი ორგანიზმი ასე არის, ნახეთ, რომ ის ვერ იტანს ვერც ზედმეტ დატვირთვას და იმიტომ რომ შემდეგ რთულია აღდგენა, ამ სპორტსმენების ამაზე საუბრობთ. ფუნქციურ სტატუსზე რას გვეტყვით, ქალბატონო მან? აი ორგანიზმის ფუნქციური სტატუსი. კი, ნახეთ, ფუნქციური სტატუსი არის და მეორე საერთოდ ადინამიური, როცა უკვე სისტემურად ორგანოები ერთვება. ხო, სისტემური ჩართულობა, როგორც აღნიშნე მიკროცირკულაციის ამის დარღვევები. ხოლო ფუნქციურად ეს არის აღდგენადი. ეს უკვე ვიცით, გადარჩენილები ვართ. უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ მოძრაობა გვჭირდება სპეციალიზებული ვარჯიშები. ამ შემთხვევაში დარბაზის ვარჯიში კი არა, გვჭირდება სწორი სარეაბილიტაციო მკურნალობა, სწორად მიმართვა კუნთების, რომ მოხდეს აღდგენითი პროცესები. იმიტომ რომ ტვინს და ორგანიზმს ჯერ კიდე შენარჩუნებული აქვს ეს ფუნქცია, თორე ის ფუნქცია რომ დაირღვევა, მერე ძალიან რთულია. ის მერე ზუსტადაც რომ ორგანულ დაავადებაზე გადადის, რომელიც შეუქცევადია და ფუნქციური დარღვევა შექცევადია. არ არის პრობლემა როგორ არ არის, მაგრამ ვიდრე ესეთი ადამიანი თქვენამდე რეაბილიტოლოგამდე მოვა. შეიძლება რომ მას ვურჩიოთ, რომ პირობითად ყოველ დღე სულ მცირე 30 წუთი ზომიერი ნაბიჯით იაროს ფეხით და ამით მოხდეს პირველი ეტაპი კუნთების გავარჯიშება. ყოველთვის ამაზეა საუბარი. სანამ შემოვიდოდი გოგონებსაც ვესაუბრებოდი, უკვე ვერ ვჩერდები ხოლმე იმიტომ რომ იმდენ ახალგაზრდას ვუყურებ ჩემთან მოსულს. დიდი ხნის ექიმი ვარ, არა ვარ პატარა და მე არ შემხვედრია ასეთი ადინამიურობა და ასეთი შრომის უნარიანობის დარღვევა და ასეთი მუდმივი ქრონიკული დაღლილობა. როცა ადამიანი ფიზიკურად ძლიერია, ნახეთ, ძლიერია სისუსტე, ნერვული სისტემა, ყველაფერი გამოკვლეულია მწყობრშია, მაგრამ არ შეუძლია მოძრაობა. სულ დაღლილია. მუდმივად დაღლილია. აი ეს არის. ამის აღდგენა რა თქმა უნდა შეიძლება თუ დროზე მოვიდა ეს ადამიანი პაციენტს არ ვიტყვამ და თუ არ გადაიყვანა ქრონიკულიც კიდე სხვა არის ისიც აღდგენაა ეს აღდგენება უკვე ორგანულ მძიმე დაავადებაზე მოკლედ სხვა დაღუპულები არ ყოფილა რაღაცა გვეშველება კი ცოტა გამოფხიზდა და ნახევარი საათი მაინც ვიმოძრავთ კი ბატონო და გვეშველება ხო სასაუბრო ძალიან ბევრია кейსები ძალიან ბევრია არ შევაშინოთ პაციენტები, მაგრამ საქმე ისაა, რომ ექიმის გარდა თქვენც ატყობთ და ყველა ვატყობთ ამბობთ. კი, ასე ნამდვილად. მობრძანდით და ივარჯიშეთ. ერთ რჩევას მარტო ერთადერთი, აი, ნახეთ ყველამ არ უნდა გავიმეტოთ ჩვენი თავი ახალგაზრდამ თუ ძველგაზრდამ ამ მდგომარეობისთვის. მიალაგე სახლი, გამონახეთ 15 წუთი, აი 15 წუთი საღამოს გაისეირნე და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კეთი მადლობა. გელოდებით შემდეგ ოთხშაბათს ჩვენ ახლა შევისვენებთ რამდენიმე